პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ქუთაისში დაგეგმილი ტერაქტები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით ეს იყო ტერორისტული შეტევა მშვიდობიან ობიექტებზე, რომელიც ჩვენმა სამართალდამცველებმა აღკვეთეს. გაწეული საქმიანობისთვის პრეზიდენტის სახელით დღეს მათ მადლობა მანანა მანჯგალაძემ გადაუხადა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების დროს რუსეთის ტერაქტების სერიის ერთობლივი გამოძიება შესთავაზა და ეს შეთავაზება კიდევ ძალაშია, თუმცა ისინი თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიასა და იუსტიციის სახლთან ტერორისტული აქტის მოწყობა იგეგმებოდა, რომელიც სამართალდამცველებმა განხორციელებამდე აღკვეთეს. Გაკეთება, რომ ეს ყველაფერი ერთი სქემის ნაწილია, კვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისკენ მივყავართ და ყველა საფუძველი არსებობს ივარაუდოთ, რომ განსახორციელებულად დაგეგმილ ტერაქტებში რუსული სპეცსამსახურები და მათი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა, რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დაცული თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოება, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს და ეს პროცესი სულ უფრო მეტად მოქნილი და ადეკვატური უნდა იყოს იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას გააჩნია.